პოლიტმეტრი ეთერში დაბრუნდა ანა დოლიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საღამოშიდობისა ანა, ასევე დიმიტრი შაშკინი. დისკუსიის პირველ ნაწილში საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, მეორე ნაწილში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სტატუსით საღამოშიდობისა ბატონ დიმიტრი, მადლობა რომ მოგზავნით გადაცემაში მონაწილეობის მისაღებით. ჩვენ ახლა მოვისმინეთ განათლების სამინისტროს კონკრეტული პოზიცია ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. დღეს თქვენ უკვე გააკრიტიკეთ ეს კანონი. რატომ, თუ შეგიძლიათ მოკლედ ჩამოგვიყალიბოთ? ამ კანონ პროექტს აქვს ორი პრობლემა. ეს არის პოლიტიკური და შინაარსობრივი. მე დავიწყებ შინაარსობრივი პრობლემით. ჯერ უნდა აუხსნათ ჩვენ მაყურებელს, ვინ არის რექტორი და ვინ არის დეკანი. ეს არის ადმინისტრაციული თანამდებობა და რექტორის და დეკანის მთავარი ამოცანა არის გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ პროფესორს ჰქონდეს შესაძლებლობა ასწავლოს და სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა რომ ისწავლოს. მე დავეთანხმებ ბატონ დავით, ამ კანონპროექტით არ იცვლება და შესაძლებლობა რჩება იმ ადამიანმა წაიკითხოს ლექციები, ვისაც ხარისხი არ აქვს. ეს შეზღუდვა ეხება მხოლოდ რექტორს და მხოლოდ დეკანს, მაგრამ აქვე ბატონმა დავითმაც აღნიშნა, ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, რაც კიდევ უფრო დიდი პრობლემა არის. მაგრამ დეკანმა მე მაგ მარტივი შეკითხვა. აი თქვენ ბრძანდებით ქალბატონებმა ჟურნალისტი. რამდენმა ჟურნალისტმა ბოლო წლებში დაიცვა დისერტაცია, დაიცვა ხარისხი. თქვენ იყავით ყველა წამყვანი ჟურნალისტები, თქვენ იყავით დაკავებული იმ საქმით, რასაც თქვენ კარგად აკეთებთ. რამდენმა ბანკირმა დაიცვა ბოლო პერიოდში დისერტაცია. საბჭოთა კავშირის დროს ეს იყო მიღებული პრაქტიკა, ყველა სჭირდებოდა დისერტაცია, იმისათვის რომ კონკრეტული თანამდებობები დაიკავებინა. ზუსტად ეს იყო ლოგიკა, როდესაც ეს ნორმა გაუქმდა, როგორც უმრავლეს დასავლურ ქვეყანაში და დეკანი გახდა ადმინისტრაციული თანამდებობა. თუ დეკანი, მაგალითად ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, იქნება ადამიანი, რომელსაც მენტალიტეტი აქვს სხვა და დანარჩენ ჟურნალისტებს სხვა, ის რა თქმა უნდა თქვენ ქალბატონინო არ დაგპატიჟებთ რომ წაიკითხოთ ლექცია. აქედან გამომდინარე, ირიბად თქვენ რა თქმა უნდა შესაძლებლობა უკვე იქ არ გექნებათ, იმიტომ დეკანი განსაზღვრავს, ვინ იქნება პროფესორები, ვინ წაიყვანს ლექციებს, ვის რამდენი საათი ექნება, რა კურიკულუმი იქნება და ასე შემდეგ. ანა მიმართულება ამ ფაკულტეტის განსაზღვრავს დეკანი, იგივე ეხება რექტორს. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ თემას, მე არ მესმის რატომ უნდა სახელმწიფომ ჩაერიოს, როდესაც ეხლა არსებულ კანონში წერია, რომ თუ რექტორი გადადგა, აკადემიური საბჭო ირჩევს მოვალეობის შემსრულებელს და ამის შემდეგ ტარდება დიდი არჩევნები და უკვე ირჩევენ რექტორს. აი ისთვის არის საჭირო, რომ სახელმწიფო აქ ჩახდეს, ესე ვთქვათ, და დაიწყოს გახდეს მოთამაშე ამ სიტუაციაში. მე არ მესმის, იმიტომ რომ ეს მართლა უხეში ჩაერევა. აი სახელმწიფოს მოთამაშეობა რაში იგრძნობა? იმიტომ რომ სახელმწიფო ანუ მთავრობა დანიშნავს მოვალეობის შემსრულებელს. აი რისთვის არის ეს საჭირო? ჩემთვის მართლა გაუგებარი არის. მაგალითისთვის გეტყვით, ანუ როდესაც გადადგა ბატონი გია ხუბუა, აკადემიურ საბჭოს შეიგრება, აერჩია მოვალეობის შემსრულებელი, მერე ჩატარდა არჩევნები, აერჩიეს სანდრო კვიტაშვილი. ეს რაც ჩემი მინისტრობის დროს მახსოვს, ამიტომ პრაქტიკიდან გამომდინარე ვსაუბრობ. ან ლოგიკა თვითონ ცოტა გაუგებარი არის, მაგრამ ეს პოლიტიკური ლოგიკა უფრო გაუგებარია, მაგრამ უფრო პრობლემატური აქვს შინაარსობრივი მხარე. იმიტომ რომ თუ ჩვენ კვლავ მოახდინეთ პროფანაცია ამ ხარისხების, თვით რუსეთი, როგორც ჩამორჩენილი არ არის ახლა რუსეთი განათლების სფეროში, თვითონ თუ წაიკითხავთ ინტერნეტს, ნახავთ როგორ ებრძვიან ამ კალბ დისერტაციებს. იმ მომენტში, როდესაც რაღაცა ხდება სავალდებულო იმისათვის, რომ დაიკავო რაღაცა თანამდებობა, ხდება ინტერესი დასავლეთში. მე ძალიან ჩემთვის პირადად საინტერესო იყო, ყოველთვის კითხულობდი დასავლურ დისერტაციებს, ყოველთვის ნაშრომებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემები იყო განხილული. აი მაგალითისთვის ძალიან მოკლე მაგალითს მოგიყვანო. ერთი დისერტაცია იყო ამერიკაში დაცული, რომელიც ეხებოდა ექიმად დაიცვა ეს დისერტაცია, სადაც წაკითხული მაქვს, საუბარი იყო, თუ ადამიანს ეუბნებიან, რომ სჭირს სასიკვდილო დაავადება, რა სტადიებს გადის ამ აღიარებაში და ეს ძალიან კარგად პოლიტიკაშიც მოქმედებს, იმიტომ რომ ტექნოლოგიებში ამას ვიყენებდით. და მეორე იყო ჩემი მეგობრის დისერტაცია, რომელიც იყო დაცული სავალდებულო წესით კანადის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. რამდენად ეს საინტერესო იყო საქართველოსთვის ესეთი დისერტაცია, რა მოგვცა ჩვენ იურისპრუდენციას, ეს რა თქმა უნდა საკითხავია. აი ესეთი თემა ჩნდება აქ და ესეთი კითხვა. ამ დრომდე დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლები დანიშნვა. ასეთი ცნობები არის. როგორ გეკადრებათ? აკადემიური საბჭო ირჩევს მოვალეობის შემსრულებელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბატონმა გია ხუბუამ დაწერა განცხადება, გადადგა, ამის შემდეგ მოვალეობის შემსრულებელი
შემსრულებელი იყო არჩეული აკადემიური საბჭოს მიერ. ეს არის ეხ, მაგრამ აი დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ფორმდება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. ანუ პრეზიდენტს შეუძლია რაღაცა თვალსაზრისით ჩაერიოს ამ დრომდე მოქმედი, ამ დრომდე ვისი კითხვა მინდა, პრეზიდენტისთვის ეს შეიძლება, პრემიერისთვის არ შეიძლება, ასეთ და საკითხი. არის პრეზიდენტს არ აქვს უფლება რომ ჩაერიოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგალითი, პრაქტიკული მაგალითი. ბატონი გია ხუბუა გადადგა, ეს არის ან 10 ან 11, არ მახსოვს, მე მგონი 11, 2011, აკადემიური საბჭო შეიკრიბა, არა პრეზიდენტმა დანიშნა როლი შესრულებაზე. ძალიან მარტივად არის მაგას. აი აქვს პასუხი ბატონ დავითის მენდა. არა, მაგ ძალიან მარტივად არის, იმიტომ რომ ახლა აქ ლაპარაკია საჯარო, ამჟამად ჯერ ლაპარაკობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. ბატონი დიმიტრი ლაპარაკობს დღევანდელ სტატუსზე როგორც აქვს, მისი მინისტრობის დროს რომ მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი. იმ შემთხვევაში არ ნიშნავს თქო სახელმწიფო, მაგრამ ხა ბატონ დიმიტრის განცხადიდან ცოტა უხერხულია, ეს რაღაც სახელმწიფოს ჩარევაზე ილაპარაკოს, იმიტომ რომ სწორედ მისი მინისტრობის დროს უპრეცედენტო დიდი ჩარევა იყო, თქვენ დროს იყო უპრეცედენტო დიდი ჩარევა სახელმწიფოს, უმრავლეს სასწავლებლებში შეგახსენებთ ის რომ ერთია რომ არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭეთ თქვენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს, მაგრამ იქ შემოიღეთ რეგენტთა საბჭო. რეგენტთა საბჭოს გარეშე, როგორც თქვენ, უნივერსიტეტები ვერ გადადგებენ ვერცერთ ნაბიჯი. შუშა რო ჩაემტვრეს უნივერსიტეტ ფანჯარაში ვერ ჩასვამს იმ შუშას თუ რეგენტთა საბჭომ არ მისცა დასტური. მე თვითონ გახლავართ რეგენტთა საბჭოს წევრი და თქვათ იგივე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება, იგივე ილიას უნივერსიტეტში ჩვენ განვახორციელებთ. და იგივე ნებისმიერი პატარა რაღაცა შესყიდვა რო და რაღაცა შეძენა თქვათ კომპიუტერების შეძენა იქნება თუ ეს რაღაც რეგენტთა საბჭოს მეშვეობით თუ შეიძლება განმარტება ფაქტია და თუ შეიძლება ეს არ ამგონია იყოს უფრო კარგი და უფრო მეტი ხარისხი ავტონომიისა ვიდრე ის რასაც ჩვენ ამჯერად რეალურად ვთავაზობთ. რეგენტთა საბჭოს ჩარევა, ეს კანონი ძალიან კარგად ვიცი, მეც ვარ იურისტი განათლებით. რეგენტთა საბჭოს ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც უნივერსიტეტებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ვსაუბრობთ, აქვს სურვილი, რომ ტენდერის გარეშე გააკეთონ რამე შეიძინონ. ანუ გამონაკლისის თუ ადრე შესყიდვების კანონიდან გამოდიოდა საჯარო პირი თავრობის მეშვეობით, ეხლა რეგენტთა საბჭოს. ანუ რეგენტთა საბჭოს მიმართავენ იმ შემთხვევაში, ორ შემთხვევაში, თუ უნდათ რომ შესყიდვების კანონი გვერდი აუვარონ, მაგალითად რაღაც ლაბორატორიის ყიდულობენ, რომელიც ტენდერს ვერ აცხადებენ, ან მეორე, უნდა რომ მოხდეს განკარგვა იმ სახელმწიფო ქონების, რომელიც მისცა სახელმწიფო. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როდესაც ის IP გახდა, ჩვენ გადავეცით ქონება. ანუ ის შენობები, სადაც ახლა სტუდენტები ცხოვრობენ, მაპატიას სწავლობენ და ბუნებრივი იყო, რომ სახელმწიფო დატოვა ბერკეტი, ერთადერთი ეგ იყო, რომ უნივერსიტეტს ერთ კაი დღეს შეიძლება 50 წელიწადში არ მოუნდეს, თქვა პირველი კორპუსის გაყიდვა და ბუნებრივია, რომ რეგენტები არასოდეს ამასადროდებითი პირველი კორპუსის გაყიდვაზე ქონებაზე არის, საერთოდ ქონებაზე და ბოლო რეპლიკა ჩემი იქნება, როდესაც ნუ ახლა კომისარობას სამი წლის განმავლობაში განათლებაში მაბრალებდნენ, მაგრამ მე ძალიან მარტივი მაგალითი მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე მგონი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების რაოდენობა ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე უშუალოდ ნეიტრალურად განწყობილი პროფესორების. ანუ ყველა ვინც იყო მაშინ ოპოზიციაში, ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამის გამო არავინ არანაირ პრობლემებს არ უქმნიდა. თუმცა ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომისიების შედეგები დაიდო და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას საუბრობდნენ კონკრეტული ლექტორები. კი, ნუ ამაზე არის საუბარი 1000-ობით ადამიანზე. კი, 1000-ობით ადამიანზეა და მე თვითონ ვთქვი განათლების სამინისტრომ ახლა 3 ადამიანზე დაამტკიცა, რომ ისინი თურმე პოლიტიკურად ახლა დავანებოთ თავი იმას, არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რამდენად პოლიტიზირებული იყო წინა ხელისუფლების დროს უნივერსიტეტები, არ მინდა ლაპარაკი თქვა უნივერსიტეტის თვითმმართველობაზე ვილაპარაკოთ, თქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელიც პრაქტიკულად ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ახალგაზრდული რაღაც ორგანიზაციის ფილიალი იყო და რომელიც ფიზიკურად უსწორდებოდა იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ამაზე ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს საერთოდ, რომ თვითონ პირველ ის მოძრაობა, რომელიც დასრულდა 1 ოქტომბრის არჩევნებში, დაიწყო უნივერსიტეტში სტუდენტების მხრიდან თვითმმართველობის მოთხოვნით, ერთი წლით ადრე, ვიდრე 1 ოქტომბერი მოხდებოდა. ჩემი აზრით და მე ამაზე კვლევაც მაქვს დაწერილი, ძალიან საინტერესოა რომ კიდევ ერთი მიზეზი რომ გაგვიხარდეს რომ მოხდა 1 ოქტომბერი ის არის რომ თურმე ჩვენ ყავდა მანამდე განათლების მინისტრი რომელიც სკეპტიკურად უყურებს განათლებას, მე ვიტყოდი რომ დისერტაცია, სადოქტორო ხარისხი ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში, ევროპაში, ამერიკაში, მე მოგახსენებთ რომ ეხა დავიცავი სადოქტორო დისერტაცია ერთ-ერთ ყველაზე კარგ უნივერსიტეტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვასწავლი კანადაში პროფესორად.
ნებისმიერ ადგილას დისერტაცია სადოქტორო ხარისხს მიჭება არ ითვლება არც სასისწყვილოდ, არც მას ქვემოთ არ უყურებენ, არამედ სავალდებულოდ არ ითვლება. მე არ გაწყვეტინებდი ბატონო დიმიტრი, შეიძლება თავი შეეკავეთ. მას უყურებენ განათლების, კვლევის და მეცნიერული პროგრესის, ინოვაციის, განვითარების დასაბამად და ზუსტად ამიტომ არის რომ მე შეგახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური ვიზა არსებობს, სპეციალური პროგრამა არსებობს იმ ადამიანების მოსაზიდად, ვისაც სურს PhD სადოქტორო პროგრამებში სწავლება. 50% ადამიანებისა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში PhD პროგრამებს ამთავრებენ, არიან უცხოეთში დაბადებულნი. იმიტომ რომ ასეთ ქვეყანას ესმის კვლევის მნიშვნელობა და კვლევის მნიშვნელობა არა იმისათვის რომ მოხდეს უბრალოდ კვლევა, არამედ იმიტომ რომ გადახედოთ ამერიკის შეერთებულ შტატების სტრატეგიულ დოკუმენტებს, პირდაპირ ნახავთ რომ კვლევა დაკავშირებულია ინოვაციასთან, ინოვაცია დაკავშირებულია ეკონომიკურ პროგრესთან. თუ გინდა თქვენ ახლა ასეთი აზრი ქონდა ბატონ დიმიტრის, რომ შესაძლოა ხარისხი დავარდეს, თუ კი ეს გახდება სავალდებულო. მე ზუსტად მოგახსენებთ, მე მინდოდა პასუხი თქვათაშორის ძალიან კარგი ემპირიული კითხვები დაისვა, მე ვისურვებდი იმიტომ არის მეორე სადოქტოროები საჭირო საქართველოში რომ დისკუსია, პოლიტიკური დისკუსია უფრო ემპირიული იყოს, უფრო რაციონალურ ფაქტებზე იყოს დაფუძნებული და მოოკლებული იყოს სპეკულაციას. მე გეტყვით მაგალითს. თქვენ როდესაც ბატონმა ყოფილმა მინისტრმა დასვა კითხვა თუ რამდენ ადამიანს აქვს დასწორდაცული დისერტაცია. დღევანდელ დღეს ამის ნახვა ძალიან ნადოლია სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე აქ არ გულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც სწავლობენ უცხოეთში, რომლებსაც უამრავს შეხვდებით უცხოეთში და საქართველოში. არ გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც ამთავრებენ ილიას უნივერსიტეტს ან დამთავრებული აქვს თუ ახლოს წარსულში. დღევანდელ დღეს სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს 212 ადამიანი. სადოქტორო პროგრამა საშუალოდ გრძელდება ცივილიზებულ ქვეყნებში 3 წელიწადი, არ დევს ის მონაცემები თუ რამდენმა ადამიანმა დაასრულა მაგალითად შაშან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი დაასრულებს პროგრამას წელს, მომავალ წელს. იმ ადამიანების ნაკლებობა, რომლებიც თუნდაც საქართველოში აქვს სადოქტორო დაცული, არ არის. ამას მე დავუმატებ ძალიან ბევრ წარმატებულ მეცნიერს, რომელიც მოღვაწეობს საქართველოშიც და უცხოეთში, რომელშიც პრობლემა არ იქნება აი ამ მინიმუმის დაკმაყოფილება. და მე ვამბობ მინიმუმს, იმიტომ რომ ძალიან კარგია რომ ბატონი შაშკინი მიმოიხილავდა, თუმცა კონკრეტული მაგალითების გარეშე დასავლეთის პრაქტიკას, მე ვიტყოდი რომ ეს დებატიც კი, რომ ჩვენ დეკანები და რექტორები ყავდეს თუ არა სადოქტოროების დაცულები, სასირცხვილო არის ნებისმიერი დასავლეთ ევროპული და ამერიკული, თუნდაც ჩრდილოამერიკული უნივერსიტეტისათვის. მე ვიტყოდი რომ ეს ნაბიჯი არის ორი მხრივ გადადგმული ნაბიჯი, ერთის მხრივ ეს არის თუ საუბარი არის დასავლეთთან ჰარმონიზებაზე, ევროპეიზაციაზე, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ დაგვაახლოებს დასავლურ უნივერსიტეტებს, მე დამთავრებული მაქვს, არ ვიცი ბატონ შაშკინს, რომელი დაწესებულებები აქვს დამთავრებული და მისი განათლების რა ხარისხზე მთავრდება, მე დავამთავრა ლაიდენის უნივერსიტეტი, რომელიც ჩვეულებრივი ნორმალური უნივერსიტეტია, სასაცილო იქნებოდა ეს დისკუსიაც კი. იმასაც ვიტყოდი, რომ იმის თქმა, თვითონ შიდა ორგანიზაციული უნივერსიტეტის სტრუქტურიდან გამომდინარე, იმის თქმა, რომ დეკანი და რექტორი არის მხოლოდ და მხოლოდ მენეჯერი, არ შესაბამება რაც ხდება დასავლურ ქვეყნებში. იმიტომ რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში დეკანი და პროფესორი კი მას აქვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები, იგი თავისუფლდება კვლევის მოვალეობისაგან იმ 3 ან 5 წლის განმავლობაში, როდესაც ამ მოვალეობას ასრულებს, მაგრამ ისინი არიან ყველაზე ცნობილი, ყველაზე გამორჩეული მეცნიერებები. იმიტომ რომ ისინი მართავენ პირველ რიგში საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას. მადლობ, დაგიბრუნდებით ან შეიძლება მე უპასუხო. პრაქტიკულად არ დამიტოვა ბატონო ამიტომ ბატონ დიმიტრი შეახსენეთ. რაღაცა მაინც დამიტოვა და ვიტყვი, კარგი, გინებოდ ჯერ ბატონ დავით და შემდეგ ბატონ დიმიტრი. ბატონო მე რასაც გეტყვით, უბრალოდ გავიმეორე იმას, რაც სანამ ბატონი დიმიტრი და ბატონი ანა შემოგვიერთებოდნენ, მანამდე ვთქვი. ახლა ბატონო დიმიტრი ბრძანა რომ ერთ-ერთ რამის დავამატებ დიდწილად ითქვა ჩემი საფრთხილი ბატონი ანას მხრიდან. ერთ-ერთ რამის დავამატებ, აქ იმას კი არა ლაპარაკი რომ დეკანი უნდა იყოს აუცილებლად ხარისხს დაცული. აუცილებლად პროფესორი უნდა იყოს, ანუ აკადემიური წოდება უნდა ქონდეს. უნივერსიტეტებს აქვს თუ არის რაღაცა ისეთი პროფესიები, რომელიც ახლა არ აქვს თქვა ხარისხიან მქონე ადამიანი, თუმცა ასეთი ძალიან ცოტაა, სამართლიანად აღნიშნა ბატონმა ანამ. ასეთ დროს უნივერსიტეტში შეუძლია ელემენტარული პროფესორის წოდება მისცეს იმ ადამიანს, თუ რაღაც ისეთი განსაკუთრებული ტალანტი მქონე ბანკირი ყავს ან ვიღაც სხვა და ბატონო უხელმძღვანელებს ის დეკანს და დეკანი ახლა არ იყოს არ იცოდეს და ვერ ერკვეოდეს იმ აკადემიურ დისციპლინაში, რომელიც ფაკულტეტსაც ხელმძღვანელობს, აგერ თვითონ ბატონმა დიმიტრის გვარის კურიკულუმს უნდა უყურებდეს, იქ მიმართულებას განსაზღვრავდეს და როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რაღაცა ისეთი აბსტრაქტული მენეჯერი, რომელიც ვერ ერკვევა იმ დისციპლინაში და არ აქვს ის აკადემიური ხარისხი. ვფიქრობ, ძალიანაც სწორი გადაწყვეტილება და სწორედ ევროპული სტანდარტის შესაბამისი გადაწყვეტილება, აი ეს
გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ დეკანის და რექტორის უნდა იყოს სწორედ პროფესორის წოდების კოდი. გისმენთ ბატონ დიმიტრი. პირველ რიგში მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო ჩემ განათლებასთან დაკავშირებით. მე ვამაყობ, რომ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უბრალოდ ასევე როგორც ვამაყობ, რომ მე ლექციებს უსმენდი და ლექციებს მიკითხავდნენ კოლუმბიის უნივერსიტეტის საუკეთესო ეკონომისტები. ჩემ განათლებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე სკოლის შემდეგ მინისტრად არ მოვედი სამუშაოდ. მოკლედ ჩვენი ცხოვრების CV შევსებულია ორივე სკოლას. ანუ აქედან გამომდინარე ვერ გამაოცებთ განათლების კუთხით ან ვინ უნივერსიტეტში სწავლობდა, ამას მნიშვნელობა ეხლა ნამდვილად არ აქვს. ეხლა რასაც აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, მე თქვენ არ გაწყვეტინებდით, თუ შეიძლება მე დავამთავრე. ეხლა ხო შემაწყვეტინებთ ეხლა. მაგრამ მე გავჩერდი მის შემდეგ რაც მაშინ მე მაშინ დავინტერესდებოდი, თუ შეხება გქონდათ კოლუმბიის უნივერსიტეტის სწავლების მეთოდიკასთან და სწავლების ხარისხთან, თუ იცით რომელიმე ფაკულტეტის დეკანი, ან კოლუმბიის უნივერსიტეტის დეკანი, რომელსაც არ აქვს სადოქტორო ხარისხი. შეკითხვის ასე ვთქვათ, არსი გასაგები არის. მე მინდა გითხრათ, რომ კაბატონო ანა ბძანა მისგან განსხვავებით მის სახელი დავიმახსოვრე. კაბატონო ანა ბძანა, რომ სასაცილო, როდესაც ესეთი შეკითხვა დაისმევოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სასაცილო ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ დაისმევოდა შეკითხვა, რომ სახელმწიფომ უნდა კოლუმბიის უნივერსიტეტს უთხრას, ვინ უნდა იყოს მისი რექტორი ან ვინ უნდა იყოს დეკანი ამ თუ იმ სასწავლებელში. ეს ნამდვილად სასაცილო არის. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი არის, რატო? მე მგონი აღიარებული არის ახლა ზოგს ეს ადამიანი მოსწონს, ზოგს ეს ადამიანი არ მოსწონს, მაგრამ ყველასთვის აღიარებულია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი კახა ბენდუკიძესი არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტი არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც. რატო სახელმწიფომ კახა ბენდუკიძეს უნდა უთხრას, ვინ უნდა იყოს მის უნივერსიტეტში დეკანი და ვინ უნდა იყოს მის უნივერსიტეტში რექტორი, ჩემთვის არის გაუგებარი. ხვალ კახა ბენდუკიძემ რომ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, პირობითად გახსნას ფაკულტეტი ჩინეთის, ანუ ფაკულტეტი, რომელიც იქნება ორიენტირებული ჩინეთზე. დეკანს ვერ დანიშნავს. ან დანიშნავს იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება მას არ მოსწონდეს, მხოლოდ იმის გამო, რომ აქვს ხარისხი. მაგრამ პირობითად რომელიმე წამყვანი ბანკირი დღეს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რომელიმე ბანკის განვითარებაში, არის ძალიან წარმატებული ადამიანი, მთელი თავისი ცხოვრება მუშაობს. ხვალ რო გადაწყვიტოს, რომ თავისი ცოდნა გადასცეს სტუდენტებს და წავიდეს აკადემიურ აერჩიოს აკადემიური სფერო, იმ დეკანი ვერ გახდება, ვერც რექტორი ვერ გახდება. ეს არის მთელი პრობლემა, რატო თავრობამ უნდა დაუნიშნოს პირობითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოვალეობის შემსრულებელი, გაუგებარია. ამერიკაში ესეთი შეკითხვა არ დაისმეოდა, იმიტომ რომ არსებობს დამოუკიდებლობა უნივერსიტეტის. ახლა მე სერიოზულად უნდა უსმენო ახლა ამ დემაგოგიას. მე უბრალოდ არ მესწრებ, რომ აბსოლუტურად ყველა იმ კითხვაზე, რასაც ბატონი დიმიტრი შესაშური დამიჯიტებით იმეორებს ერთ და იგივეს, ყველაზე გავეცი ძალიან კაფიო და ძალიან კონკრეტული პასუხი. ახლა მე ხელახლა ვერ დავიწყებ იმის ლაპარაკს. იმიტომ რომ არაფერს წამოწებული ბანკირისთვის შეიძლება ნინო ესეც თვითონ მოგწევ საშუალებას. გავეცი ერთხელ. მას აქვს საშუალება დატოვებულია კანონში შესაძლებლობა ასეთებისთვის. დიახ, ქვია ეს ერთხელ როდესაც ბატონი დიმიტრი აქ ამბძანდებოდა, მეორე როცა აქ მბძანდებოდა მაშინაც თქვი. ხა თუ გინებოდ მესამედი გავიმეორებ და ხა ვეღარ ვიმღერებ ამაზე რა. ესე იგი ბატონ დიმიტრი, ჩვენ თუ არ გვინდა გაგება არაფრის და გვინდა მაინც და მაინც ვილაპარაკოთ, არ იქა თითქოს ხა თან ვინ ვილაპარაკება ამას. ის მინისტრი, რომლის დროსაც უპრეცედენტო იყო სახელმწიფოს ჩარევა როგორც საშუალო განათლების სფეროში, ისე უმაღლესი განათლების სფეროში. შეგიძლიათ განმარტოთ, რომ მე შემოვთხოვოთ ზუსტად უპასუხოს იმ კითხვაზე, რომ ერთ რეგენტას საბჭოზე მე მოგახსენეთ, რომ აგერ ახლა დავნიშნეთ, დავამტკიცეთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. რეგენტას საბჭოს გარეშე ვერ ამტკიცებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. ერთად უმაღლეს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელი აზია ლაპარაკი. კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგალითი რომ იყოს, ამერიკაში საერთოდ სხვა სისტემა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე ვლაპარაკობ. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე ვლაპარაკობ. როდესაც ჩვენ და გაგახსენოთ ერთი მომენტი. როდესაც იყო თავის დროზე თუ გახსოვთ წინა ხელისუფლების დროს მიღებული იქნა კანონი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესაძლებლობის შესახებ. მაშინ ეს სრულიად სამართლიანად სხვათა შორის სწორი ის იყო, იქნა ასე მოწოდებული, რომ ამ რელიგიურ გაერთიანებებს მეტი საშუალება მიეცათ, უფრო მაღალი სტატუსის მიღების საშუალება მიეცათ. როცა უნივერსიტეტებზე დადგა, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ლაპარაკი საქმე ვიდგა,
და კერძო სამართლის იურიდიული პირი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი უნდა გახდეს. ეს თურმე პირი. აი თქვენ უკვე რამდენჯერმე გაიმეორეთ ბატონო დავით. როგორ ხა იმ შემთხვევაში არის როსაც იყო ყველაზე პოლიტიზირებული სფერო. შეგიძლიათ აი არა მარტო ბატონო დივიძე, იგივე ბატონო ლომაიას დროსაც, საერთოდ წინა ხელისუფლების დროს ეს სფერო იყო უკიდურესად პოლიტიზირებული. უნივერსიტეტებიც სკოლები კიდევ უფრო მეტად, განსაკუთრებით სკოლები, მაგრამ სამკესაურის თემა არის. უნივერსიტეტებიც ათუნ ახლა ლაპარაკი ჩვენ კარგად გვახსოვს 2005 წელს როგორ მოხდა პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა სწორედაც რომ მოვალეობის შესრულების შემდეგ. შემდეგ როგორ მოხდა იქიდან ქაყრა ადამიანების ელემენტარულად და იქ ბატონი კირკიტაძეს და რაღაცა იქ ზონდერ ჯგუფების და ეს მეშვეობით რა ქვია კუდის და სოდის მეშვეობით არჩევნების ჩატარება. შემდგომში გახდა იძულებული იმიტომ დაინახოს ახლა ხმარო მარტო ნაცმოძრაობის კადრებით აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რაღაცა დაკომპლექტება იქ. პერსონალის. ამიტომ შემდგომში ნელ-ნელა მოხდა რაღაც იმ ხალხის უკანგისობა ესე. ეს სხვა საქმეა. ცხოვრებამ მოიტანა ესა და იძულებული გახდება. ამასაც აქვს რეპლიკა. ლაზე არ არის რა და მე მგონი ხა ჩვენ ამაზე ლაპარაკი ხა ამდენ საუბარი ვიყურებ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს ბატონო ისევ იგივე ეს გაიმეორებს. არა არ გამარტო რა ვქნა გამარტე ძალიან ნათლად მე მგონი აპურებელი გვიყურებს და მე მგონი განჯის ახლა თქვენ რას ლაპარაკობთ თქვენ ლაპარაკობთ სიმართლეს თუ მე ვლაპარაკობ ხა არ არის ეს თული გასაგები თუ შეიძლება და მე ამ დისკუსიის აზრს ამ თემაზე რა თქვენ თქვენი მოზარდება გამოთქვით არა δεν ხედავ ახლა აქ ვერანაის რა თქმა უნდა არტი რაღაც ჭეშმარიტებები აგიფცეთ ჩემს აზრით და ვიცი თუ არ მე მგონი რომ არის მართლა პოლემიკური ტონიდან გადავიდეთ მით უმეტეს ჩვენ არ შევქმნის ჩვენ საუბრობთ ახლა განათლებასთან დაკავშირებით და მართლა ჯობია უფრო ემპირიულად და რაციონალურ დისკუსიაზე გადავიდეთ ამ პოლემიკური ტონიდან. ამ მხრივ მე მოგახსენებთ შემდეგს. პირველ რიგში დღეს ჩვენ 2012 წელს აქეთ საქართველოს ჩავიბარეთ ფრიად სავალალო მდგომარეობაში განათლების მხრივ. ახლა დღეს საუბარი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე რომელიმე ჩვენი თქვენ ან ბატონი დიმიტრი გადავიდეთ კი ბატონო სახელით ხსენებაზე თუ გამოიცნობს სოფლიოში რომელ ადგილზე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოფლიო უნივერსიტეტებს შორის გამოიცანით დაახლოებით ეს ინფორმაცია არის ცნობილი დღეს ბატონმა მე მგონი ერთ-ერთმა დეპუტატმა მე მგონი კანდელაკი იყო ახსენა იმის თაობაზე, რომ ჩვენი უნივერსიტეტები 2000 პუნქტით აიწიეს. თუ თქვენ მეკითხებით, არის თუ არა 1000-ულ სიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არ არის, კიდასტურად, მაგრამ არის სამედიცინო უნივერსიტეტი მაგალითად. ჩვენიერია, ძალიან კარგი. ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის რომელზეც დღეს არის საუბარი, არ შედის 1600-ულს, 1000 სოფლიოს საუკეთესო 1600 უნივერსიტეტში. მაგრამ შედის სამედიცინო. დიდი მადლობა კითხვაზე მიპასუხეთ. მე გავაგზავნებ ჩემ იმის თქმას ეს თქმაც მინდოდა. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით რომ საშუალო განათლებაში დსთ-ს სივრცეში კი ვართ აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაში მათემატიკის, კითხვის, მეცნიერების მხრივ. ეს ვიცით რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ერთადერთი ქვეყანა რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოგივარდება არის ყირგიზეთი, ერთ მონაცემში ასევე ყაზახეთში. სხვა შემთხვევაში ჩვენი ვითარება, ჩვენი საშუალო სკოლების ვითარება მოსწრების თვალსაზრისით არის სავალალო. ჩემი აზრით ამ ხრივ ამის ფონზე ეს ნაბიჯი რომ უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ საკუთარი დისციპლინისადმი, საკუთარი პროფესიისადმი უნივერსიტეტის წამყვან თანამდებობებს, როდესაც უნივერსიტეტს უნდა მოიყვანოს რომელიმე ბანკირი, მას ეს აქვს საშუალება რომ მოიყვანოს იგი როგორც ლექტორი, მოიყვანოს იგი როგორც დროებითი ლექტორი, მოიყვანოს იგი როგორც მუდმივი ლექტორი. აქ საუბარი არის რომ ჩვენ და ამის პრობლემა საქართველოს არასოდეს არ ქონდა სანდრო კვიტაშვილამდე, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ პიროვნულად, მაგრამ გავიხსენოთ პირველი უნივერსიტეტის პირველი რექტორიდან დაწყებული, რომელიც იყო პეტრე მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და ამის შემდეგ პირველი ადამიანი, რომელსაც არ ქონდა სადოქტორო ხარისხი, გამოიცანეთ, ვინ იყო, ეს იყო ბოლშევიკი. პირველი თედო გლონდი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაც ჩაანაცვლა ივანე ჯავახიშვილი და არ ქონდა სადოქტორო ხარისხი. სწორედ ბოლშევიკური ტალღიდან გამომდინარე. გიორგი ხუბუას, რომელიც თანამდებობაზე იყო მანამდე სანდრო კვიტაშვილა და ქონდა მშვენიერი სადოქტორო ხარისხი, დღევანდელ დეკანსაც იურიდიული ფაკულტეტის, რომელსაც მე კარგად ვიცნობ, აქვს სადოქტორო ხარისხი დაცული დასავლეთში. ამის პრობლემა ჩვენ ზოგიერთ პროფესიაში არ არის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ მოვიყვანთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი. ის წარმოდგენა, რომ თითქოს ამერიკაში გარკვეული სფეროები და ასევე განათლება არ რეგულირდება, არის მითი. მე გეტყვით ზუსტად. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალ და სერიოზულ როლს თამაშობს იურიდიული პროფესიის რეგულირებაში პროფესიული ორგანიზაციები, ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია.
ეს ხდება პროფესიის მიხედვით და ისინი ადგენენ, როგორი კურიკულუმი ექნება იმ ადამიანებს, რომლებიც სწავლობენ უნივერსიტეტში, როდის დაიშვებიან ისინი საადვოკატო გამოსვლებზე და ასე შემდეგ. მე ამის მომხრე ვარ საქართველოშიც ასევე. და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში შეიძლება გაკეთდეს მსგავსად. გარკვეულ პროფესიებში, ისევე როგორც დასავლეთში, რომელიც მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში პროფესიულ სკოლებად. დასავლეთში ეს არის იურისტი, რომელსაც ხშირად, რომელსაც რომ ასწავლო ამერიკის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე არ მოგეთხოვება სადოქტორო, განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს მიჩნეულია კარგ ნიშნად, მაგრამ რომ იყო პროფესორი ამისთვის საჭირო არ არის. შეიძლება დაიშვას გამონაკლისი, როგორც ბატონმა დავით ზურაბიშვილმა თქვა. შეიძლება იმ პროფესიებში, სადაც ჩვენ ვიცით, რომ ძირითადი ამოცანა არის არა სამეცნიერო პროგრესი, არა კვლევა, არა განათლების ხარისხის აწევა და ინოვაცია, რაც უნდა იყოს ჩვენაირი განვითარებადი ეკონომიკასთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი, იმიტომ რომ ეს შეხედოთ იგივე მსოფლიო ბანკის ხელებს. ეს არის ჩვენი ეკონომიკა ვერსად ვერ წავა თუ ჩვენ არ წავედით შემოქმედებითობასა და სამეცნიერო ინოვაციაზე. ეს იმ ადამიანების გარეშე, რომლების მეცნიერული ბიოგრაფია დადასტურებულია, შეუძლებელი იქნება. მე ვფიქრობ, ამით შესაძლებელი იქნება, რომ ეს ხალხი ერთი თემა გველის რეკლამის შემდეგ მანამდე ბატონ დიმიტრის მინდა რომ მიცეს საშუალება აქვე ჩემი კითხვიანად ბატონ დიმიტრი, როგორ ფიქრობთ ეს არგუმენტი, რომ აუცილებელია სადავეები უნივერსიტეტების, რომელიც ძირითადად სამეცნიერო სფეროს გულისხმობს, ჰქონდეს პროფესურას, ხარისხიან ადამიანებს, მოიცავთ ჭყალებში ჩავსვათ, რომელსაც ინიცირებს ახლა ახალი ხელისუფლება. აქვს თუ არა რეალური საფუძველი, რეალიზმიდან გამომდინარე მინიმუმამდე დაყვანილი პოლიტიკური ნიშნით. ბატონი დავით ახლა დემაგოგიაში ჩამithვლის, მაგრამ მაინც ვიტყვი. რამდენი გინახიათ თქვენ ძალიან ძლიერი პროფესორი, მაგრამ ძალიან სუსტი მენეჯერი და პირიქით, რამდენი თქვენ გინახიათ ცხოვრებაში ძალიან ძლიერი მენეჯერები და არ ქონდათ ეს ხარისხი. არ ჩამithვალო დემაგოგიაში, ძალიან გთხოვთ, ეს რეალობა, სიმართლე. რაც შეეხება გამონაკლისს, რამდენჯერმე ბატონმა დავითმა თქვა გამონაკლისი პროფესორის წოდების მინიჭება და ასე შემდეგ. როგორც იურისტი, მე მინდა გითხრათ, იმიტომ ამ კანონსაც ვიცნობ, ეს ესე მარტივად არ არის. იმიტომ არის ბევრი ჩადებული ბერკეტი, რომ ეს არ მოხდეს ზუსტად იმის გამო, რომ სადაც იწყება გამონაკლისი, სადაც არის გამონაკლისი, იქ იწყება კორუფცია. 57 უნივერსიტეტი ეხლა არის საქართველოში. მე ერთ-ერთი პრეტენზია, რომელიც ჩემს მიმართ იყო, როდესაც მე მოვედი განათლების მინისტრად, 270 იყო, ეხლა არის 57, ესეც მე ვთვლი ბევრი არის ესეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველო. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ თუ გამონაკლისი თქვენ დაუშვით და მიეცით უფლებები უნივერსიტეტებს, რომ პროფესორის სტატუსი მიანიჭოს გამონაკლისის სახით, ჩვენ პროფანაციას ამ თვითონ სტატუსის პროფესორის ამით არ მოვახდენთ? აი ხვალ რომელიმე უნივერსიტეტი გადაწყვეტავს, რომ მე მჭირდება 20 ახალი პროფესორი და 20 ადამიანი, რომელიც ახლა ზოგი ნამდვილად წერს დისერტაციას და ნამდვილად ცდილობს, რომ დაიცვას თავისი ხარისხი, აი ამათი შედარება როგორ უნდა მოხდეს? აქ ლიმიტირებული არ არის ბატონ დავით, ხო? მინიჭების პროცედურა ყველა შეუძლია მიანიჭოს. კანონში წერია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა მიანიჭოს, იმ შემთხვევაში ახლა ის კონკრეტულად რა მექანიზმია. განსაკუთრებულ შემთხვევაში თქვა, როგორც ბატონმა დიმიტრიმ თქვა, უნივერსიტეტი დაუდგა 30-40 შემთხვევა. კანონქვემდებარე აქტებით ალბათ ეს დადგენდება, როგორ რა შემთხვევაში შეიძლება ეს აკეთდეს. ეს არ არის პრობლემა. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ მოდი მე ასე ვიტყვი, რა საერთოდ აი ამ საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან საინტერესო დინამიკას ვიღებდნოთ თვალყური. ერთ დაიწყო ყველაფერი იმითი, და ძირითადად ჩვენ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან იყო ასეთი საყვედური, რომ არ იქა პრემიერ-მინისტრი ნიშნავს რექტორს. მერე იყო ესე გაიგო, რომ არ ყოფილა თურმე ასე და არ ნიშნავს თურმე ეს პრემიერ-მინისტრი რექტორებს ასე. გამორჩა ეს აღარ მოხდება. არჩევა დანიშნავს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ რექტორების დანიშვნით იქნება დაკავებული. როცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, მერე დაიწყო ლაპარაკი, რომ ეხლა საერთოდ აიგრძალება, ვისაც პროფესორი არ არის და ვიც არ არის, აი ესეთ ლექციის წაკითხვა და უნივერსიტეტიდან გაგარება. მე ამაზე დაიწყო ლაპარაკი. ეს სხვა რაღაცა. ეხლა გადმოვიდა კიდე რაღაც სხვა, უკეთ არ თავდება. ამ დროს ჩვენც მე ძალიან მივესალმებოდი იმას, რაც კალბატონმა განაბრძანა, ეს ცოტა აკადემიური იმაში იყოს, ასე ვთქვათ, პლანში ყველაფერი. ანუ კონკრეტული წინადადებები იყოს იმას თაობაზე თუ რა პრობლემებს კნის ის ნორმები რაც ჩვენ შეგვაქვს რეალურად. და რა შეიძლება დაუშვათ გამოსწორდეს უნივერსიტეტის ავტონომიის განცდილების თვალსაზრისით ამ კონკრეტული წინადადებების და კონკრეტული საქმიანი პოლემიკის ნაცვლად, ну დაახლოებით ვიცი, აი ესეთი ხუდი რატომ არ გახუროს ტიპის არგუმენტებს ვისმენთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვა ჩვენ და რაც არ უნდა დავასაბუთოთ, ყოველთვის არის ლაპარაკი ისე იმაზე, რომ არა თქვენ ავტონომია არ გინდა და არა თქვენ ასეთი ლაპარაკი არის არასერიოზული. ამიტომ მე მინდა რომ რაღაცა ჩავგადავდეთ საქმიანო.
ურთიერთობას და კი ბატონო, იქნება ეს პარლამენტის სამი დაჩქარებული წესით კი, მაგრამ პარლამენტის ხდომაა წინ, პარლამენტის შემდეგაც ჩვენთან ჯგუფი მუშაობს უმაღლეს სასწავლებლის რეფორმაზე და სრულიად გახსნილი ვართ იმისთვის, რომ კრიტიკული შენიშვნები მივიღოთ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, სხვადასხვა ჩვენ ეს კომპლექსი არ აქვს, ჩვენც არც იმის კომპლექსი გვაქვს, რაღაცას რო ვიტყვით, კიდე თუ არა ყველაფერი ისე იყოს. ამიტომ კი ბატონო გადავიდეთ ამაში, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა როცა პოლიტიკური ოპონენტი გამოდის წმინდა ისე იგი იმას თქვა წინასწარ განწყობით რომ გინდა თუ არა რაღაცა უნდა გამოჩხრიკოს. აი რაღაცას ვერ გამოჩხრიკავს ერთ მიმართულებით, მე წადი მეორე მიმართულებას ეძებს, აბა იქ გამოჩხრიკო. იქ ვერ ნახავს ვიღაცას გადავა მე სხვაგან. არ არის ეს ნორმალური მე და სწორი მით უმეტეს რომ საქმე ეხება ისეთ რაღაცას, რაც ყველა ჩვენგანს გამოჩეულა ჩვენი პოლიტიკური რაღაცა პრეფერენციებისა გვეხება. მადლობთ. მგონი ამ თემასთან დაკავშირებით პოზიციები გაზიარებულია, მოვისმინეთ სამი პოზიცია, დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ უშიშროების საბჭოს თემა რადიკალურად შეიცვლება დროებით.